როგორც მოისმინეთ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა არ დაესწრება ბიძინა ივანიშვილის განმარტებით ის სააკაშვილთან პოლემიკაში მხოლოდ მაშინ შევა, როცა პრეზიდენტი პოზიციას შეიცვლის და ნორმალურ ოპონირებას მოახერხებს. შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს 8 თებერვალს ელოდებიან, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის განცხადებებს აფასებენ, სადაც დღეს საგაზაფხულო სესია იხსნება. და თამარ ჩიხლაძე მუშაობს ქუთაისში. თამარ, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, ნინო, პრემიერის რამდენიმე განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთდა დღეს შეფასებები საკანონმდებლო ორგანოში. პირველ რიგში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა გამოეხმაურა ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. პრემიერმა თქვა, რომ ალასანია მისთვის არ არის საპრეზიდენტო ეტალონი. უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ კოალიციის ერთიანი პოზიცია არის ის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კოალიციას ეყოლება ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი და რა თქმა უნდა, ყველა პარტიას აქვს საშუალება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი წამოწიოს წინ და მისი პროპაგანდა დაიწყოს. რაც შეეხება უმცირესობას, ისინი აცხადებენ, რომ ფართო მასშტაბიან განხეთქილებას აქვს ადგილი ქართულ ოცნებაში და ადამიანი, რომელიც ვერ აგვარებს შიდა პარტიულ კონფლიქტებს, ვერ მოაწესრიგებს სიტუაციას მთელ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ ერთ ფაქტს, რომ არის ფართო მასშტაბიანი დაპირისპირება შიგნით ქართულ ოცნებაში. ამ ადამიანს ვერ მოუგვარებია და ვერ დაულაგებია საკუთარი პარტია. ერთის მხრივ, იმიტომ რომ წმენა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, მას არ გააჩნიათ წმენა პრინციპები, მაგრამ ფაქტი ის, რომ იქ შიგნით პარტიაში ვერაფერი ვერ დაალაგა, ბუნებრივია იწვევს კითხვას, ამიტომ შეიძლება იმ ქვეყანის მართვა და ქვეყნის დაალაგებას. რაც შეეხება უშუალო საპრეზიდენტო კანდიდატის თემას, რა თქმა უნდა, პრემიერმაც აღნიშნა და აბსოლუტურად ვითახმები, ყველა პარტიას აქვს უფლება, რომ თავისი კანდიდატი გამოკვეთოს, ამას ვერავინ ვერ აკრძალავს და არ შეიძლება რომ საიგზალოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი ის თემა, რომ კოალიცია ერთიანი კანდიდატი წარდგება საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს არის, რაც მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად. მის განცხადებაში დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. პრემიერმა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ უმცირესობის ინიციატივას ის არ მიიღებს, მან უნიჭო უწოდა დავით ბაქრაძის განცხადებას. ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს პრემიერის პოზიციას და ამბობს, რომ პირველ რიგში უმცირესობისთვის არის კარგი თუ მიიღებს ამ საკონსტიტუციო განხილვაში მონაწილეობას. ლეონ ბეჟაშვილი კი უმრავლესობას კიდევ ერთხელ სთხოვს უმცირესობის ალტერნატიული ვარიანტის მხარდაჭერას. აირად მათზე ძალადობას, ასე ვთქვათ, არ ვაპირებთ. უბრალოდ ძალიან უცნაურად იქცევიან, რბილად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იმ საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც წევრიც მე გახლავარ და რომელიც გუშინ შეიკრიბა კიდევ ერთხელ იუსტიციის სახლში, თბილისში, რატომღაც იქაც კი არ გამოცხადდნენ, არ ვიცი რას ელოდებოდნენ, იქაც ელოდებოდნენ, რომ კვერცხებით დაუხლებოდით ჩვენ თუ აგრესია გვექნებოდა ის, რომელიც სამწუხაროდ ჰქონდა ნამდვილად ხალხს ამ კომისიების შეკრების დროს, მათ ამ კომისიაზეც არინებეს მობრძანება. მოთავაზებული ცვლილება, რომელიც 8 თვე უნდა იმოქმედოს, მხოლოდ სწორედ სკამების შენარჩუნებისთვის არის შემოტანილი, თუმცა რეალურად არანაირი საფრთხე, არანაირი საიშროება, არანაირი პოლიტიკური წანამძღვრები იმისა, რომ რაიმე საფრთხე დაემუქროს დღევანდელ მთავრობას, ამის არ არსებობს. მთავარი არის, რომ მთავრობამ დაიწყოს კონკრეტული საქმეების კეთება, კონკრეტული დაპირებების შესრულება და ის ცვლილებები და ის საფრთხეები, რომელიც ეფემერული არის, ნამდვილად რეალური არ არის და ამისთვის დამატებით საკონსტიტუციო განხორციელება საჭირო არ არის. და კიდევ ერთი თემა, როგორც იცით, მთავრობა არ დაესწრება პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მთავრობას აქვს ამის იურიდიული უფლება და მთავრობის წევრებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. უმცირესობაში კი უმრავლესობას და პრემიერს ადანაშაულებენ პრეზიდენტისა და საპარლამენტო ტრადიციების უპატივცემულობაში. ვალდებულება მთავრობას არ აქვს დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. შესაბამისად, თავად მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა დასწრებას. რასაკვირველია, ეს არის აქ არის სრული თავისუფლება. მთავრობას ყოველთვის აქვს უფლება მოვიდეს პარლამენტში. მას ამისათვის პარლამენტისგან ნებართვა არ სჭირდება. როცა აქვს ვალდებულება მოსვლისა, მაშინ ვალდებულია მოვიდეს, პრეზიდენტის გამოსვლისას ასეთი ვალდებულება მთავრობას არ აქვს. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დესტრუქციულად ექცევა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხო? მათ შორის დესტრუქციულად ექცევა, აგრესიულად ექცევა მედიას, მათ შორის აგრესიულად ექცევა სასამართლოს, აგრესიულად ექცევა პოლიტიკურ ოპონენტებს, აგრესიულად ექცევა მათ შორის პარლამენტს და პარლამენტში დამკვიდრებულ ტრადიციას პრეზიდენტის მოსვლის და დებატების და ის რომ ეს ადამიანი არ მოდის ამ დებატებზე, ეს არის ის რომ ის არის უპატივცემულო საქართველოში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტი.
და შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტში იგეგმება პარასკევს 8 თებერვალს. 4 საათზე დღეს პარლამენტში დაიწყება ბიუროს ხდომა, სადაც დაკონკრეტდება და გადაწყდება თუ რა ფორმატი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, იქნება დებატები თუ მხოლოდ ფრაქციის წევრები გამოვლენ, ფრაქციის თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. დიდი მადლობა. ქუთაისის პარლამენტიდან ინფორმაცია თამარ ჩიხლაძე მოგვაწოდა.